ადამიანების 99.9% ფიქრობს, რომ ყავა ძალას აძლევს. სინამდვილეში ყავა ძალას ართმევს. როგორ? ყველაფერს აგიხსნით დეტალებში. მაგრამ სანამ აგიხსნით, გეტყვით, რომ სულიერი მოღვაწე, რომელსაც გაცნობიერება აქვს, ის არ სვამს ყავას. შავი მაგებიც კი არ სვამენ ყავას, რადგან ენერგიას ართმევს. დღეს არ ვისაუბრებ ყავის ბიოქიმიურ შემცველობას, თირკმლებს რას უშვება, ორგანოებს რას უშვება და ასე შემდეგ. ფუნდამენტს განვიხილავ, ენერგიას როგორ გართმევს და რას აკეთებს საერთოდ ტვინის რეცეპტორებს როგორ თიშავს და როგორ გიწვავს დიდი რაოდენობით ენერგიას უაზროდ და რას აკეთებს. დავიწყოთ იმით, რომ შენს ორგანიზმში ყოველდღიურად გამოყოფილია კონკრეტული ენერგიის მარაგი, რომელიც უნდა გამოგადგეს დღის განმავლობაში, ხარისხიანად. ეს ენერგია არის გადანაწილებული შენს ორგანიზმში და გადანაწილებულად, ხარისხიანად, ორგანულად, ბუნებრივად უნდა გამოგადგეს. ასევე შენს ორგანიზმში არის რეზერვი ენერგია, ATP-ს ეძახიან. ოფიციალური სახელი ქვია ადენოზინ ტრიფოსფატი. ეს რეზერვი ენერგია ATP-ი შენახულია და კრიტიკული მომენტებისთვის გჭირდება, მაგალითად, დღის განმავლობაში რაღაც დიდი სისწრაფით უნდა იმოძრავ ან დიდი ენერგია უნდა დახარჯო ფიქრით და სხვა დანარჩენით. ამისთვის არის ეს რეზერვი ენერგია შენახული. დანარჩენი საბაზისო ენერგია დღის განმავლობაში არის ყოველდღიურობისთვის. და როდესაც ყავას სვამ, განსაკუთრებით დილით, შენი სრული დღის ენერგია და შენი რეზერვი ენერგია სრულად იწვება მოკლე დროში. მაგალითად 24 საათი რომ უნდა გამოგეყენებია, დაიწვება 1 საათში. მეორე ჭიქას რომ მიაყოლებ, შენი რეზერვებიდან გამოდის ენერგია, კრიტიკულ მომენტში რომელიც უნდა დაგჭირდეს. გიორგი, ეხა რა ზღაპრებს იგონებ? გეყოფა რა. მაშინ ენერგიას რატომ გრძნობ და დაღლას რატომ არ გრძნობ? აი აქ ირთვება მთავარი მომენტი. დაღლას იცი რატომ არ გრძნობ? რატომ ვერ გრძნობ? იმიტომ რომ პარალელურად ყავის კონკრეტული ნივთიერებები შენს ტვინში თიშავს დაღლის რეცეპტორებს. ნახე, შენ ეხლა ნარკოტიკი რომ მიიღო და ირბინო კილომეტრები ტყეში, დაღლას ვერ იგრძნობ, მაგრამ ადამიანს მყესები დაუწყდება, კუნთური სისტემა დაუზიანდება, უბრალოდ ვერ იგრძნობს. ყავა თიშავს დაღლის შეგრძნებას, იღლები, ორგანიზმი იფიტება, სტრესში ვარდება, მაგრამ შენს ტვინში ითიშება დაღლის შეგრძნების რეცეპტორები და ვერ იგებ იღლები თუ არა. ორგანიზმი ისე ისტრესება და ისე ზიანდება, რომ შენ ვერ იგებ, ვერ ხვდები, რომ უნდა შეისვენო, გაჩერდე, წყალი დალიო, ეს ყველაფერი გააკეთო. ამიტომ სულიერებაში არავინ არ სვამს ყავას, ვისაც გაცნობიერება აქვს. ყავა არ დამილევია მესამე წელია, არადა ძალიან მიყვარდა კაპუჩინო და საერთოდ ერთი წვეთიც არ დამილევია. ეხლა მოკლედ გეტყვით პრინციპს, თუ გინდათ რამეს შეეშვათ, აბსოლუტურად ამოიღეთ. მოგასვენებთ სამუდამოდ. მაგალითად ეხლა მე რომ დავლიო ერთ თვეში ერთხელ ან სადღაც რომ ვარ, ყავა იქნება ჩემში ჩამჯდარი ნარკოტიკივით, რომ შემაწუხებს გამოდბებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ წვეთსაც აღარ ვსვამ, მორჩა დამთავრებული აღარ მაწუხებს. რატომ არ სვამენ ასევე სულიერი მოღვაწეები ყავას? ესე იგი, შენ ენერგია გჭირდება ორგანიზმში, სხეულში გადანაწილებული, ბალანსირებული. ზოგადად ბალანსი არის ყველაფრის გასაღები ამ სამყაროში, თვითუფალია სამყაროს ბალანსი. შენს ორგანიზმში ბალანსი ვეღარ არის, რადგან წარმოიდგინე ზამთრის მარაგი გაქვს და იყიდე ერთი კამაზი შეშა და უნდა დაწვა მთელი ზამთარი გადანაწილებულად. და ყავის დალევა იგივეა, როგორც ეხლა მთლიანი შეშა დაწვა ერთ კვირაში. შემდეგ რას აპირებ? შემდეგ ავეჯის დაწვა გიწევს, ხო? რომ არ გაიყინო. იგივე ემართება შენს ორგანიზმს. ენერგია სწრაფად რომ წვავ და ხარჯავ, შემდეგ რომ რეზერვებსაც წვავ და შემდეგ რომ დასაწვავი არაფერი არ გაქვს, უკვე შენი კუნთებიდან, შენი ორგანიზმიდან, ღვიძლიდან, ორგანოებიდან გამოაქვს ენერგია და მთლიანად ფიტავს ორგანიზმს. და ის დაუღლელობა და ენერგიულობა, რასაც გრძნობ, ის არის მატყუარა, გატყუებს ტვინი. ტვინს ატყუებს, ჩვენ ენერგია გვაქვსო, აკეთე რამდენიც გინდაო და პარალელურად ანადგურებ ორგანიზმს. შენი ორგანიზმი დაღლილია, ორგანოებს განგაში აქვს ჩართული, ტვინს ატყობინებენ, რომ გაჩერდი, ვეღარ უძლებთ, დატვირთვა მიდის დიდი, ჩვენში ენერგია არ გვაქვს, დაისვენე, გამოიწინე, ენერგია აღიდგინე, მაგრამ ტვინამდე არ მიდის ეს ინფორმაცია. ბლოკავს ტვინის კონკრეტულ რეცეპტორებს ყავა და შენი სხეული ვერ გეუბნება, რომ კოლაფსშია. ამას შვება ყავა და სხვათა შორის ჩაიც, მაგრამ ყავისგან განსხვავებით, ჩაი ნელა აკეთებს ამ პროცესს. მაგალითად, ყავა თუ დაწვავს 1 საათში შენ სრულ ენერგიას, ჩაი დაწვავს 5 საათში. ჩაისაც არ ვსვამ. მე ვსვამ თაფლი ლიმონი, გვირილის ჩაი, მსგავსი ჩაები. შენმა ორგანიზმმა, ორგანოებმა, ყველაფერმა უნდა შეგატყობინოს, სად გაჩერდე, სად იმუშაო, სად არ იმუშაო, რა მომენტში დახარჯო ენერგია, რა მომენტში გაჩერდე, აღიდგინო, შეისვენო, ამოისუნთქო. შენი ორგანიზმი გატყობინებს შენი სხეულის მოხმარების წესებს, რომ არ დააზიანო შენი ორგანიზმი. ხოლო ყავა ამ შეტყობინებას, ამ თავდაცვით მექანიზმს გითიშავს ტვინში. ეხლა დამოკიდებულებას რომ იწევს და სხვა ფრაგმენტებში და დეტალებში არ შევალ, დაგუგლეთ საბაზისო ინფორმაციები, ძირითადი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია ყავასთან მიმართ
მიმართებაში რატომაც არ სვამენ. სულიერებაში არის ეს. უპრაგონოდ, უაზროდ ხარჯავს, წვავს, აალებს ენერგიას, ანადგურებს და ტვინში გითიშავს რეცეპტორებს, რომელმაც უნდა დაგიცვას, რომელმაც უნდა დაიცვას შენი ჯანმრთელობა. რატომ არის რომ ადამიანები შემდეგ დღის განმავლობაში 3 ჭიქა ყავა, 4 ჭიქა ყავა, ნახე, უკვე ისე იფიტება ორგანიზმი ყოველდღიურობაში რომ სვამს ყავას. დალია დილით, დახარჯა დაწვა უცებ ენერგია. აღარ აქვს ენერგია. დალია შუადღეზე მეორე ყავა. უკვე ენერგია დასაწვავი არაფერი არ არის, პირდაპირ რეცეპტორების გათიშვაზე მიდის ამბავი, რომ ვერ იგრძნოს დაღლა ადამიანმა. ანუ დაღლის რეცეპტორებს თიშა უკვე დანარჩენ ყავას რასაც სვამდა, მოძრაობებს აკეთებ, ტკივილგამაყუჩებელი გაიკეთე და შენი ორგანიზმის განადგურებით ხარ დაკავებული. რადგან ვერ გატყობინებს სხეული, რომ უნდა გაჩერდე, ამოისუნთქო, დაასვენო ორგანიზმი, ამით აზიანებ. ყავა ამას აკეთებს. ამიტომაც არ სვამ ყავას. ამიტომაც არ სვამენ ყავას სულიერი მოღვაწეები, ვისაც ეს ესმის. სასაცილო იცით რა არის? ადამიანი გამოვა და სულიერებაში ვართ და დღეს ენერგიები, ვიბრაციები დავაგროვეთ, წამოყავა დავლიოთ. რა ყავა დალიო? რისთვის აბალანსზე ენერგია ბალანს გინგრევს მთლიანად, ენერგო ბალანს ანგრევს ორგანიზმში. ამიტომ არ სვამს სულიერი მოღვაწე ყავას. რატომ არ იკრძალება? ვის სჭირდება შენი ჯანმრთელობა? ყველას უნდა ნარკოტიკი მიიღო და ჯორივით იმუშაო, დაანგრიო შენი ორგანიზმი, შემდეგ წამლებისვა და ჩაკეტილი სისტემაა ეხლა აქ არ წავალ. ამიტომ ყავა არ არის სათამაშო ამბავი, თორემ გემო მეც მომწონს და მეც მიყვარს კაპუჩინო, მაგრამ აღარ ვსვამ, აღარ მაინტერესებს საერთოდ. ჯანი ფარი მოგცეთ უფალმა, ყველა ქართველი, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ, უფალმა ყველას მოგცეს ჯანმრთელობა. ამინ.